დღეს მივდივარ მაგდას დაბადების დღეზე, რომელსაც 2000-იანების დრესკოდი აქვს და ჩემთვის ეს პერიოდი ასოცირდება ჰანა მონტანასთან. ალბათ ყველა გოგოს ერთხელ მაინც გვიოცნებია ჰანა მონტანას ცხოვრებით ცხოვრებაზე და ამ საღამოს მე ჩემ თავს ამოცნებას ავუხდენ და ერთი საღამოს განმავლობაში ვიქნები ჰანა მონტანა, რომლის ლუქისთვისაც ძალიან ბევრი ვიბოდიალე. ასევე უნდა მოგიყვეთ საჩუქარზეც, მაგდას პირველივე დღიდან ვეუბნები, რომ ვარ მისი ფანი. უბრალოდ მას არ ჯერა ამის. ხო და გავუკეთე მერჩი. მე ეს ყველაფერი წავიღე და დავბეჭდე ჩემს საყვარელ მაღაზიაში, რომელიც ყველას ჩემი გგონიათ, მაგრამ არ არის ჩემი. რადგან მინდოდა რომ გამჭვირვალე ფონი ქონოდა, ერთი დღით დაიტოვეს. ამაზობაში წავედი, შევუკვეთე ჩარჩო. ძალიან ბევრჯერ მითხრა იმ გოგომ, რომ შუშის გარეშე არ გამოგივაო, მაგრამ მე ჯიუტმა არ დავუჯერე. თან სქროლით შუშიანს ვერ წამოვიღებდი და ამიტომ უშიშოდ წამოვიღე. მეორე დღეს გამზადდა მაისური, წამოვიღე მაისური სახლში და 1 საათი ვეწვალე, რომ ეს მაისური ამ მუყაოზე დამემაგრებინა. რა თქმა უნდა ვერ დავამაგრე. ამ ჩარჩოსთან რომ დავნებდი, ვთხოვე კოტეს რომ წაიღო მანქანით და ჩაისვა შუშაში, რადგან სკროლით ვერ მოვიტანე და ამასობაში მე გავემზადები. ჰანა მონტანას ლუქისთვის გვჭირდება შლაქსი ჯინსი. გაჩვენებთ ზედას, საშინლად გამოიყურება, მაგრამ ვენდოთ პროცესს. ხამარი, თეთრი ტყავის კურტკა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მარტო მე არ დავიცავ დრესკოდს და ბაჭიასავით არ მივალ. და უცებად გვჭირდება ყელზე შემოსახვევი. თამარას პოზა უნდა გავაკეთო. ახლა დაგვრჩა აქსესუარები. ჰანა მონტანას უკეთე ხოლმე მიკროფონი, ამისათვის მინისოდან წამოვიღე ყურსასმენი. ახლა უცებ ამას მოუხსნი და ეს უნდა დავაწევო რამეზე. სავარაუდოდ ყურსასმენზე. დაგვრჩა თმა. მე მგონი თვითონ მაგდასაც არ უწვალია ამდენი. და ბოლო შტრიხი სათვალე. ჩემი აზრით 2000-იანების განწყობა აქვს ამ ყველაფერს. გლოსი და გვავიწყდა და ეგ არის. კაი გამოვიდა. წავედით დაბადების დღეს. შენ დახატე? არა.